ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე კი ინდოეთის სახელმწიფო ბანკის და ხუდოჰესის ინვესტორი კომპანია ტრანსელექტრიკას წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის დეტალები განიხილეს. ინდოეთის სახელმწიფო ბანკი დაინტერესებულია ხუდოჰესის დაფინანსებაში შევიდეს. თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი დელეგაცია პროექტის ფინანსურ რისკს სწავლობს, რომლის დასრულების შემდეგაც ინდოეთის სახელმწიფო ბანკი პროექტის განხორციელებისთვის სესხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. დელეგაცია მინისტრთან შეხვედრისას საქართველოს მთავრობის პოზიციითაც დაინტერესდა, თუ რა მიდგომა ექნება ახალ ხელისუფლებას პროექტის იმპლემენტაციის პერიოდში. ინდოეთის სახელმწიფო ბანკი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიზნით საინვესტიციო თანხის 70% დაფინანსებას გეგმავს. პროექტი კი სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში მდინარე ენგურზე 702 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 მილიარდ 125 მილიონი დოლარია. ჩვენ გამოვაცხადეთ სამთვიანი მორატორიუმი გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, რომ მოვახდინოთ დეტალურად შესწავლა ამ პროექტის. არსებობდა გარკვეული კითხვები საზოგადოებაში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა, შექმნილია ჯგუფი, რომელმაც მუშაობის პირველი ნაწილი დაასრულა, ასე რომ ვთქვათ, მემორანდუმი, რომელიც იყო გაფორმებული მთავრობასა და ამ კომპანიას შორის არსებობს შენიშვნები, 4 შენიშვნა, რომელიც გათვალისწინებული იქნება ინვესტორის მხრიდან. ახლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, რომელიც განიხილავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შესწავლას, ეკოლოგიურ კუთხეს, რა დადებითი უარყოფითი მხარეები ამ პროექტის განხორციელებას. მოხარულები ვართ მინისტრთან შეხვედრით. ვიმედოვნებთ, რომ სამინისტროსთან წარმატებით ვითანამშრომლებთ, რაც მომავალში პროექტების განხორციელებაზე დადებითად აისახება. ჩვენი მიზანია, რომ ჰიდროელექტროსადგური მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდეს.